მოგესალმებით ძვირფასო დალემაყურებლებო, შუადღე მშვიდობისა, მეგატივს უყურებთ. მე ნანა თევდორაძე ვარ, გადაცემა შუადღე ქუთაისშიც დაიწყო პირდაპირ ეთერში. მოხარული ვარ, რომ დღესაც მაქვს შესაძლებლობა თქვენთვის ვიმუშაო და ვფიქრობ საინტერესო გადაცემა გამოგვივა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი ჩვენს ძვირფას სტუმრებში აქვთ. ქუთაისში კი ტრადიციული ქარიქრის, ასე რომ იმედი ეს დამფრგუნველად არ იმოქმედებს თქვენზე, ბედნიერ და ნაყოფიერ დღეს გისურვებ და გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენ ძალიან მნიშვნელოვან საინტერესო და შესაძლოა აბუდადებულ თემაზეც გვიწევს საუბარი. სალომე ჩიხლაძე, გინეკოლოგი გვეწვია, რომელსაც მე ვესალმებ და მადლობას გადავხდი, რომ ზედმეტად დატვირთული განრიგის მიუხედავად დრო იპოვა და მონაწილეობს გადაცემაში. მოგესალმებით, სალომე, მოგესალმებით, თავს როგორ გრძნობ? მადლობთ, კარგად, პირველ რიგში მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და იმედია ამჯერადაც საინტერესო ეთერი გამოგვივა. გილოცავთ გაზაფხულის შემოგზავნებას, მშვიდ უშფოთვალ და ჯანმრთელ გაზაფხულს გისურვებთ თქვენ ქალბატონებს და იქ მამაკაცებმა რა დააშავეს, ვუსურვოთ მათაც მშვიდობიანი გაზაფხული. მარტიის თვე კი ენდომეტრიოზთან მიმართებაში ცნობიერების ამაღლების თვე ყოფილა. ამ საკითხს ჩვენ გვერდს ვერ აურიდით, იმიტომ რომ მოკეთ წლის კალენდარს როცა ვადგენ ენდომეტრიოზს საკუთარი დრო ეთმობა, მაგრამ მარტშიც თუ გავამახვილებთ ყურადღებას, გონით უბრიანი არ იქნება. ნამდვილად. კარგი, თავიდან დავიწყოთ. ზოგადად აი ეს ცნება ტერმინი ენდომეტრიოზი რას მოიცავს და რას გულისხმობს, რა არის ენდომეტრიოზი? ორი სიტყვას დავამატებდი, ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ენდომეტრიოზის შემთხვევაში, რომ მოხდეს ცნობიერების ამაღლება მოსახლეობაში, იმიტომ რომ ენდომეტრიოზი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ თუ კი ნაადრევად მოხდება მისი დიაგნოსტირება, მართვაც ბევრად უფრო მარტივია ჩვენთვის, ისევე როგორც პაციენტებისთვის. ამიტომ თვალსაჩინოებისთვის პატარა მგზამკვლევი, რომელიც დაგვეხმარება პაციენტებთან ურთიერთობაში, უფრო მარტივად ავხსნათ თუ რა საუბრობთ. დავიწყოთ ისტორიიდან. ენდომეტრიოზი არ არის ახალი დაავადება. ენდომეტრიოზი ჯერ პირველად 1860 წელს კარლ როკიტანსკი იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც საკვერცხის ქსოვილებში იპოვა ენდომეტრიუმის უჯრედები. ამიტომ ისტორია ენდომეტრიოზის სწორედ როკიტანსკისგან მოდის. ამის შემდეგ ნელ-ნელა იპოვა განვითარება ამ დაავადების შესახებ ინფორმაცია და 1927 წელს სამსონი იყო ერთ-ერთი პირველი მეცნიერი, რომელმაც პირველმა ისაუბრა ამ დაავადების განვითარების შესაძლო გზებზე. ეხლა რა დაავადებასთან გვაქვს საქმე? ეს არის მულაჟი, საშვილოსნოს, ნახევარი საშვილოსნოს, მილები და საკვერცხები. საშვილოსნოს აქვს თავისი შრეები. ერთ-ერთი შრე, რომელიც ვარდისფრად არის წარმოდგენილი, ეს არის ენდომეტრიუმის შრე. მენსტრუალური სისხლდენების დროს ეს შრე უნდა ჩამოიფრცქვნას და მომდევნო მენსტრუალური სისხლდენისთვის უნდა წარმოიქმნას ახალი შრე. ენდომეტრიოზი არის ისეთი პათოლოგია, როდესაც აი ეს ენდომეტრიუმის ქსოვილები გვხვდება სხვა დანარჩენ ადგილას, მათ შორის საშვილოსნოშიდაც. არსებობს საშვილოსნოს ენდომეტრიოზი და საშვილოსნოს გარეთა ენდომეტრიოზი. საშვილოსნოს ენდომეტრიოზი, ანუ იგივე ადენომიოზი, როდესაც ენდომეტრიუმის ეს შიგნითა შრის უჯრედები გადმოდის შუა შრეში, მიომეტრიუმში და ხდება ფაქტიურად მისი სრულად ჩანაცვლება და ეს დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტად პროგრესირებს, ყოველ მენსტრუალურ ციკლთან ერთად ეს დაავადება უფრო მეტად პროგრესირებს. და რას იწვევს? ნახეთ, ენდომეტრიოზის ხარისხების მიხედვით ხდება სიმპტომები. არ არსებობს რაიმე სიმპტომი, რომელიც უშუალოდ სპეციფიურია ენდომეტრიოზისთვის. გულისხმობ, რომ რაიმე ისეთი სიმპტომი, რომელიც მხოლოდ ამ დაავადებას ახასიათებს. უბრალოდ ეს არის ის დაავადება, რომელიც ხასიათდება სიმპტომათა კომპლექსით, ანუ რამოდენიმე სიმპტომი. და აქაც მნიშვნელოვანია ის, თუ კერძოდ რა დაზიანებაზე გვაქვს. ეს ენდომეტრიუმის ქსოვილი შეიძლება შეგხვდეს აბსოლუტურად ყველგან. ყველგან არის ნანახი, გარდა ელენთისა. შეიძლება იყოს თვალშიდაც შეგხვდეს, შეიძლება თავის ტუნშიდაც არის ყველაზე შორს შემხვედრი ენდომეტრიუმის უჯრედები ნანახი და იმის და მიხედვით უშუალოდ რა ორგანოს დაზიანებას იწვევს, სიმპტომებიც არის მასთან დაკავშირებული. ყველაზე ხშირად გინეკოლოგიურ სიმპტომებში გვაძლევს დენავს, მენსტრუალურ სისხლდენებს, გვაძლევს ტკივილს, მცირე მენჯის მიდამოში. ეს შეიძლება არ იყოს რაიმე მწვავე ტკივილი, რომელიც დილით გავიღვიძეთ და ძლიერად გვტკივა. ეს უფრო ქრონიკული ტკივილია, როდესაც ქალბატონს მუდმივად ტკივა მცირე მენჯის მიდამო.
ასევე შეიძლება იყოს menstrualuri ციკლის ხასიათთან ცვლილებასთან, ან თუ კი ვთქვათ, menstrualuri ციკლი ნელ-ნელა სისხლის დანაკარგი მატულობს ყოველი სისხლდენის დროს. ესეც ენდომეტრიოზის ერთ-ერთი ნიშანია და ასევე ტკივილი ურთიერთობის დროს. გასაგებია, მაგრამ არ ნიშნავს, თუ ცალკეულად ადამიანს ეს სიმპტომები აქვს, აუცილებლად ალბათ ენდომეტრიოზთან არის საქმე, ხო? კი ბატონო, ნამდვილად არ ნიშნავს, იმიტომ რომ ზოგადად გინეკოლოგიაში არ გვაქვს სიმპტომების მრავალფეროვნება. ძალიან შეზღუდული ვართ სიმპტომებში, ამიტომ ერთი და იგივე სიმპტომი შეიძლება იყოს განსხვავებული პათოლოგიების მანიშნებელიც. ამიტომაც არის, რომ მნიშვნელოვანი არის კომპლექსურად შეკვრა სიმპტომების და შემდგომი უკვე კვლევების გაგრძელება. კეთილი, როგორც ვთქვით, ენდომეტრიოზს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, მაგრამ საქართველოში ან ქართულ გინეკოლოგიაში პირველად როდის გაისმა ეს ტერმინი? დიდი ხანია, რაც ქართულ გინეკოლოგიაშიც ისმის, უბრალოდ ბოლო პერიოდში, რაც უფრო აქტიურად დაინერგა საქართველოში, მაგალითად ლაპარასკოპიული ქირურგია, რაც ულტრაბგერითი კვლევა, რაც უფრო დაიხვეწა, ნელ-ნელა უფრო განვითარდა ეს დაავადებაც. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგადად ენდომეტრიოზის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტი ლაპარასკოპია ითვლება. ამიტომ რაც უფრო განვითარებულია ლაპარასკოპია, შესაბამისად უფრო ადრე ხარისხებში და სტადიებში ხდება ენდომეტრიოზის დიაგნოსტირება. კეთილი, სტატისტიკა როგორია? ანუ ის პაციენტები, ვისაც თქვენთან აქვს კომუნიკაცია და რაღაც ჩივილებით მოგმართავენ. სამწუხაროდ სტატისტიკურად ენდომეტრიოზის მაჩვენებელი ძალიან მატულობს. ეს შეიძლება იყოს იგივე ჰორმონალური დარღვევების ფონზე, რომელიც საკმაოდ ხშირად გვხვდება ეხლა, შეიძლება იყოს ცხოვრების წესიდან გამომდინარე, გადატვირთული სამუშაოდან გამომდინარე, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ხოლმე ჰორმონალური დარღვევების. ეს ენდომეტრიოზი არის ჰორმონდამოკიდებული დაავადება და დარღვეული ჰორმონალური სტატუსის ფონზე, რა თქმა უნდა, უფრო მწვავედ პროგრესირებს. კეთილი, მაგრამ ზუსტად რა იწვევს, რამდენად ცნობილია? გამომწვევი მიზეზი რა შეიძლება იყოს? ცალსახად შეიძლება ვინმეს და რამეს დავაბრალოთ? სამწუხაროდ ზუსტი ეტიოლოგია ენდომეტრიოზის არ ვიცით, არსებობს რამოდენიმე თეორია, ვერც ერთი მათგანი ვერ ხსნის ზუსტად რატომ ვითარდება ენდომეტრიოზი. მაგალითად, მე ვახსენე უკვე სამსონის თეორია, რომელიც არის რეტროგრადული თეორია, რაც გულისხმობს რას? menstrualuri სისხლდენების დროს, როდესაც წესით ბოლომდე უნდა ჩამოიშალოს ყველა მთელი ენდომეტრიუმის ფუნქციური შრე-გარეთ, ზოგჯერ menstrualuri სისხლდენებით დროს ეს ენდომეტრიუმის უჯრედები მილების დახმარებით გადადის მუცლის ხრუში და ეს იწვევს ენდომეტრიოზის განვითარებას. ეს თეორია ძირითადად დაფუძნებული იყო იმაზე, რომ თვითონ მეცნიერმა ჩაატარა მაიმუნებზეც და სადაც გააკეთა ყელის ობსტრუქცია, ანუ დახშობა ყელის და იმ მაიმუნებს, სადაც ყელი იყო დახშული, განუვითარდათ ენდომეტრიოზი. თუმცა ეს თეორია ვერ ხსნის სხვა შემთხვევებს, კლინიკურ შემთხვევებს. მაგალითად, ისეთ კლინიკურ შემთხვევებს, სადაც ენდომეტრიუმის უჯრედები ნანახი იქნა, მაგალითად, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ანუ თავის ტვინში, თვალში, ამ თეორიით ვერ ახსნით. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი თეორიები არსებობს, ყველას აქვს თავისი დადებითი მხარეები, თუმცა ვერც ერთი ვერ ხსნის ბოლომდე თუ რატო ვითარდება ეს დაავადება, რის ხარჯზე. გენეტიკას თუ აქვს რაიმე? ზოგადად გინეკოლოგიურ დაავადების უმეტესობა გენეტიკურ წინასწარ განწყობით ნამდვილად გადაეცემა, ამიტომ ანამნეზის შეკრების დროს ეს იქნება საკვარცხლების პოლიკისტოზი, ეს იქნება საკვარცხლების თუნდაც ან ზოგადად გინეკოლოგიური ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი დაავადება, დედის ანამნეზს აუცილებლად ვითვალისწინებთ. კარგი, ცალო ექიმო, ენდომეტრიოზს ასაკი თუ აქვს, ანუ ყველაზე პატარა პაციენტი, რამდენი წლის არის თქვენ? რადგან ენდომეტრიოზი ეს არის რეპროდუქციული სისტემისთვის დამახასიათებელი დაავადება, გულისხმობ იმას, რომ ეს არის menstrualuri ციკლთან შეჭიდული დაავადება, ენდომეტრიოზიც ვითარდება რეპროდუქციულ ასაკში. ანუ შეიძლება ეს მენარქედან ძალიან მალე დაიწყოს მისი განვითარება და მთავრდება კლიმაქტერულ პერიოდამდე. ჩვენი მთავარი ფუნქცია, ექიმების ფუნქცია ყოველთვის არის ის, რომ პაციენტი ვმართოთ ისე, რომ კლიმაქტერულ პერიოდამდე მივიყვანოთ ზედმეტი ქირურგიული ჩარევების გარეშე. გულისხმობ კონსერვატიული მართვით. თუ კი ჩვენ შევძლებთ ამას, რომ ზედმეტი ქირურგიული ჩარევებით მივიყვანოთ კლიმაქტერულ პერიოდამდე, როგორც კი კლიმაქტერული პერიოდი დადგება, menstrualuri ციკლი წყვეტს აქტივობას, ჰორმონალური სტატუსიც მშვიდდება, შესაბამისად ამ დაავადებას რაიმე ზედმეტი დახმარება აღარ ჭირდება ხოლმე და უკვე განვითარებას რეგრესს განიცდის. ანუ ჯამში შეიძლება ვთქვათ, რომ menstrualuri ციკლის ბრალი არის ეს ყველაფერი? დიახ, ანუ ხო, რაღაც ესე თუ ვიტყვით. ხო, ეს არის ზუსტად რეპროდუქციული
ჰორმონული აქტივობის ფონზე მიმდინარე დაავადება, შესაბამისად რეპროდუქციული ასაკი არის მისთვის ყველაზე ესეთი გამოვლინების პერიოდი. კარგი, თქვენ რას ურჩევთ ახლა გოგონებს, ქალბატონებს? რა პირველი სიმპტომი რა არის? ანუ ჩვენ ხო გვიყვარს სიმპტომების თვალის დახუჭვა, გადავადება, ანუ ახლა ამ კვირაში არა, შემდეგ კვირაში გაივლის ის თუ არა, მოდი ახლა ვაცადოთ იქნებ თავისთვის აალაგდეს. ზოგჯერ ზარმაცები ვარ, ზოგჯერ დროს ვფრთხილდებით, ზოგჯერ ფინანსებს და ხანძურ პერსპექტივაში უფრო ძვირი გვიჯდება ხოლმე ეს ყველა. მაგრამ მაინც რაღაც იმედებს ვებღაუჭებით. ეს იმედებზე ბღაუჭი ამ შემთხვევაში სად შეიძლება ავუდეს და ნახეთ, რადგან უკვე ვახსენეთ, რომ რაიმე კლასიკური სიმპტომი ენდომეტრიოზს თავის მხრივ არ გააჩნია, ამიტომ უფრო ბანალური ვიქნები და ბანალური რეკომენდაციებით შემოვიფარგლები. თუ კი გვაქვს მენსტრუალური ციკლის ცვლილება, ჭარბი მენსტრუალური დანაკარგი, ტკივილი, დისმენორია, მენსტრუალური სისხლდენის დროს, ასეთ დროს ყოველთვის აჯობებს, რომ პროფილაქტიკურად გავიაროთ გინეკოლოგის შემოწმება, ვიდრე დავალოდოთ კლასიკურად გამოვლენას ენდომეტრიოზისას და შემდეგ უკვე 4 ხარისხი არსებობს ენდომეტრიოზის და ჯობია რომ არ დაველოდოთ მის სრულად გამოვლინებას, სრულად დაზიანებას მცირე მენჯისას და არა მარტო მცირე მენჯისას, იმიტომ რომ შემდეგ უკვე პერსპექტივაში ძალიან რთულია ვისაუბროთ გამოსავალზე. ძირითადად ენდომეტრიოზის გართულებები არის ძალიან პაციენტზე დამოკიდებული. ანუ გართულებები ახასიათებს სხვადასხვა ტიპის გართულებები ახასიათებს. ახასიათებს მწვავე სისხლდენები, ესეთ დროს იძულებული ხდებით ხოლმე რომ ბოლო ნაბიჯს არის საშუალოსნოს ამოღება, ესეთი ტიპის ოპერაცია გაკეთდეს, მაგრამ პაციენტის გეგმებზე ძალიან ცუდად მოქმედებს ხოლმე ენდომეტრიოზი. რას გულისხმობ? გულისხმობ იმას, რომ ენდომეტრიოზი რადგან იწვევს მცირე მენჯის შეხორცებით პროცესებს, ასევე შვილოსნობასაც შეიძლება შეუშალოს ხელი. ამიტომ მარტო სისხლდენები არ არის ენდომეტრიოზით გამოწვეული გართულება, არამედ რადგან ის იწვევს მცირე მენჯის ერთგვარ შეხორცებით პროცესს, შესაძლებელია შვილოსნობაზედაც აისახოს. ასევე ტკივილი, დისმენორია იმდენად მძიმედ გამოიწვიოს პაციენტებში, რომ შეიძლება პაციენტი არ იყოს დაინტერესებული შვილოსნობით, არც სისხლდენები არ აინტერესებდეს, მაგრამ არ აწუხებდეს, მაგრამ აი ტკივილი იმდენად შემაწუხებელი იყოს, რომ აი ესეთ გართულდეს მისი მდგომარეობა. ამიტომ პირველივე სიმპტომები, როდესაც გვაქვს თუნდაც იგივე ტკივილი უჩვეულო, რომელიც აქამდე არ იყო დამახასიათებელი, ან სისხლიანი დანაკარგის დინამიკაში მატება, აჯობებს, რომ თუ კი გავივლით კონსულტაციას. კარგი, ეს ტკივილი მხოლოდ ეგრეთ წოდებულ ციკლს ახლავს თან თუ ყოველდღიურ რეჟიმში შეიძლება გადაიზარდოს? ნახეთ, ზოგადად ტკივილი, გინეკოლოგ-დისმენორია შეიძლება ციკლის დროს შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. ენდომეტრიოზს ახასიათებს მეორადი. რას გულისხმობ? გულისხმობ იმას, რომ თუ კი პირველი მენსტრუალური ციკლი მოვა ქალბატონთან, მაშინ არ ახასიათებდა ციკლის დროს ტკივილები, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ნელ-ნელა ციკლის დროს თან დაერთო ერთ-ერთი სიმპტომი ტკივილი. ეს უკვე არის მეორადი დისმენორია, რაც ხშირად ენდომეტრიოზის მაუწყებელია. თავდაპირველად შეიძლება იყოს მსუბუქი ხარისხის ენდომეტრიოზი, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ტკივილი ნელ-ნელა იძენს უკვე მუდმივ ხასიათს, აღარ არის უკვე ციკლთან დამოკიდებული, არამედ პაციენტს ქრონიკულად რაღაც ტკივა. ყველაზე ცუდი ამ სიტუაციაში ის არის, რომ ტკივილი არ არის იმდენად ძლიერი ინტენსივობის, რაც აიძულებს პაციენტს მივიდეს ექიმთან. ამიტომ ეს არის ყრუ ხასიათის ტკივილი, რომელიც თითქმის სულ ახასიათებს. განსაკუთრებით შეიძლება გაძლიერდეს დეფეკაციის დროს, კუჭის მოქმედების დროს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ენდომეტრიოზი თქვათ ნაწლავზედაც უკვე პროგრესირებს, ან შეიძლება იყოს შარდვის დროსაც. ეს იმის მანიშნებელია, რომ ენდომეტრიოზი შარდის ბურთსაც აზიანებს უკვე. დიახ, ამიტომ ტკივილი თუნდაც გახანგრძლივებული დროში ერთ-ერთი მანიშნებელია, ერთ-ერთი სიგნალია იმისა, რომ დრო არის, რომ ჩავნიშნოთ ჩვენი ვიზიტი გინეკოლოგთან. კარგი, 4 სტადია ახასიათებს ენდომეტრიოზს, აი პირველიდან თქვათ მეორე სტადიამდე ინტერვალი, მინიმუმი და მაქსიმუმი რამდენია, თუ ესეც ინდივიდუალურია და პაციენტი არის დამოკიდებული. რთული არის ის, რომ დიაგნოზი დავიჭიროთ პირველ სტადიაზე. რადგან ჩვენ ვახსენეთ, რომ მაინც ოქროს სტანდარტი ენდომეტრიოზის დიაგნოსტირების ეს არის ლაპაროსკოპია, დამერწმუნეთ არავინ არ მოდის პაციენტი, რომ
უბრალოდ ლაპარასკოპია გავიკეთოთ დიაგნოსტირებისთვის მაქვს თუ არა ენდომეტრიოზი. არა, ეს ძირითადად ხდება ხოლმე, რომ შემთხვევათად აღმოჩნდება მსუბუქი ხარისხის ენდომეტრიოზის დროს პაციენტს სულ სხვა ეტიოლოგიით უტარდება, შეიძლება სულ სხვა პროფილით უტარდებოდეს ლაპარასკოპიული ჩარევა და უბრალოდ მუცლის ღრუს რევიზიის დროს ექიმმა ნახა ეს ენდომეტრიოზის კვალი მცირე მენჩი. ანუ იმის თქმა უნდა, რომ პირველი ხარისხის ენდომეტრიოზები ხშირ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ იმდენად მინიმალური სიმპტომებით მიმდინარეობდეს, რომ ჩვენ არც ვიცოდეთ, რომ პაციენტს აქვს. გასაგებია, ანუ პირდაპირ დავიწყოთ მეორე მესამე სტადია. დიახ, ანუ როდესაც უკვე პროგრესირებს და როდესაც სიმპტომები მატულობს, ეს უკვე აიძულებს პაციენტს, რომ მოვიდეს ჩვენთან. კარგით, იმისთან მიუხედავად, რომ მედიცინაშიც პროგრესირებს ხო რაღაც გამოკვლევების კუთხით, მაინც იოლი არის დიაგნოზის დასმა, თუ ესე ერთი ხელის მოსმით არ არის. ჩვენთვის ძალიან კარგია ის, რომ მედიცინა პროგრესირებს, იმიტომ რომ ძალიან ეს ბოლო წლები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ულტრაბგერითი დიაგნოსტირების განვითარებისთვის. ძალიან დაიხვეწა ულტრაბგენა, ანუ იგივე ეხოსკოპიური კვლევა, ძალიან დაიხვეწა. და ჩვენი სპეციალისტებიც უკვე ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდათ ზუსტად ენდომეტრიოზთან მიმართებით და ხშირ შემთხვევაში ძალიან ადრეულ ხარისხების ენდომეტრიოზის დროს ახდენენ მის დიაგნოსტირებას. და შემდგომი სირთულე რაც არის ის, რომ პაციენტი, რომელიც მოდის ჩვენთან უკვე ულტრაბგერითი კვლევით საეჭვო ენდომეტრიოზზე, ანამნეზით ჩვენ კიდევ ვფიქრობთ, რომ ან თუნდაც იგივე ხელით გასინჯვით, რომ პაციენტს აქვს ენდომეტრიოზი, მაგრამ რთულია პაციენტი დავარწმუნოთ, რომ ჭირდება ჰორმონალური თერაპია მაშინ, როდესაც მას სიმპტომები არ აქვს. რას გულისხმობს ჰორმონალური თერაპია? ჰორმონალური თერაპია. რასთან ასოცირდება, ხო, აი ჰორმონალური თერაპია ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს ავტომატურად გონებაში, თუ აი რატომ ზოგადად ქალბატონებს განსაკუთრებულ ქართველ ქალბატონებს ძალიან ეშინიათ სიტყვა ჰორმონალური თერაპიის და ყოველთვის ასოცირდება წონის მატებასთან და რაიმე გართულებასთან. რეალურად ჰორმონალური თერაპია შექმნილია იმისთვის, რომ როდესაც არის დარღვევა, ის დარღვევა გამოვასწოროთ. ანუ არა ახალი დარღვევა შევქმნათ, არამედ უკვე არსებული დარღვევა გამოვასწოროთ. აქედან გამომდინარე, როდესაც სწორად შეირჩევა ჰორმონალური თერაპია, კი არ უნდა გვეშინოდეს პირიქით ის გვეხმარება იმ ფიზიოლოგიის შენარჩუნებაში, რაც წესით უნდა იყოს ორგანიზმში. და ჩვენ შემთხვევაში ქალბატონები ყოველთვის ელოდებიან რაღაც მნიშვნელოვან დარღვევებს, რომ დავიწყოთ. საბედნიეროდ რადგან ცნობიერება ამაღლდა ზოგადად გინეკოლოგიურ პათოლოგიებთან მიმართებაში, უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში, როდესაც პაციენტს ვუხსნით, რომ გვაქვს ენდომეტრიოზის, თუნდაც ულტრაბგერითი, თუნდაც კლინიკური გამოვლინება და რაც უფრო დაანადრევად დავიწყებთ მის ჰორმონალურ მართვას, უფრო კარგ შედეგებს ველოდებით, საბედნიეროდ, ბევრი პაციენტი, რა თქმა უნდა, იწყებს ნაადრევად ამ ყველაფერს და უფრო კარგი შედეგები გვაქვს. ასევე ენდომეტრიოზის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას და ფიზიკურ აქტივობას. ზოგადად ჩვენ პათოლოგიებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების წესს, რომელშიც შედის კვება და რეჟიმი. როგორი უნდა იყოს ეს დაბალანსებული კვება? სწორ კვებას რა უწოდებთ ეგ არის? აი დიახ, სწორ კვებას ნაკლები ნახშირწყლებით უნდა იყოს გაჯერებული, ბევრი ცილოვანი პროდუქტი, აუცილებელია მინერალების მიღებაც და ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობა ხა ყველა ქალბატონს შეიძლება ვერ მოთხოვოთ ჩვენ სპორტ დარბაზში სიარული, თუ კი არის ამის საშუალება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ ფიზიკური აქტივობა რო დღეში რაღაც მინიმალური, დიახ, ფეხით გადაადგილება. ეს ძალიან გვეხმარება არა მხოლოდ სასურველ შედეგის მიღწევაში, არამედ მიღწეული შედეგის შენარჩუნებაში. რადგან ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომელიც რეპროდუქციულ ასაკში ყოველთვის პროგრესირებს, როდესაც ჩვენ გარკვეულ შედეგამდე მივალთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით დასრულდა ყველაფერი. არა, ჩვენ გვინდა ამ მიღწეული შედეგის შენარჩუნება და ამაში გვეხმარება სწორედ ეს ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი. დავამატოთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობა და თუნდაც ფეხით სიარული, სხვა დაავადებისგან გვიცავს და აქ მხოლოდ ენდომეტრიოზზე არ არის საუბარი, ხო? ნამდვილად. ზოგადად საკვარცხლების სწორად ფუნქციონირებაში ერთ-ერთი ნომერი პირველი რეკომენდაცია ეს არის ცხოვრების წესი. და თუ კი ჩვენ საუბრობთ ჰორმონალურ დარღვევაზე, რომელი დარღვევაც არ უნდა იყოს, ეს შეიძლება იყოს პოლისაკვარცხლების მულტიფოლიკულური სინდრომის, შეიძლება იყოს ენდომეტრიოზი თუ სხვადასხვა, ყველა საკვარცხლების პათოლოგიების დროს ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. კეთილი. თქვათ, გვაქვს სახეზე დიაგნოზი.
ეს მკურნალობა რას მოიცავს? ქირურგიული ჩარევა აუცილებელია თუ იგივე სწორი მართვით და პაციენტის დამყოლი ხასიათით და არა ჯიუტი გამოვლინებებით შეიძლება ეს ქირურგიული ჩარევა იყოს თავიდან აცილებული? ნახეთ, ზოგადად ენდომეტრიოზის მკურნალობა არის ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული. დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, ჩივილებზე და გეგმებზე. ჩვენ თუ კი ავიღებთ მაგალითად ორ პაციენტს 25 წლის ქალბატონს ენდომეტრიოზით და 45 წლის ქალბატონს ვერ ვუმკურნალებთ ერთნაირად. იმიტომ რომ 25 წლის ქალბატონზე ჩვენი გათვლა გვაქვს რომ ვუმკურნალოთ ისე, რომ პაციენტმა სამომავლოდ შეძლოს თუნდაც იგივე რეპროდუქციული გეგმების განხორციელება, სქესობრივი ფუნქციის გაგრძელება და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანი არის ჩივილები, რა ჩივილები აქვს ქალბატონს. თუ კი თქვათ გვყავს 45 წლის ქალბატონი აქტიური სისხლდენებით, სადაც ჰორმონალური თერაპია უკვე ეფექტური არ არის, შემდეგ უკვე იძულებული ვხდებით ქირურგიული მეთოდით ჩავერიოთ, ანუ ოპერაციული მეთოდით. ზოგადად ჩვენი დანიშნულება, ზოგადად ბოლო პერიოდის გინეკოლოგების დანიშნულება არის, რომ პაციენტი ვმართოთ კონსერვატიულად ისე, რომ თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ქირურგიული ჩარევა. ამას როდესაც ვეუბნებით პაციენტებს, ვუხსენთ რომ ჩვენ ამას იმიტომ არ გვამბობთ რომ თქვათ ანუ ოპერაცია არ ვიცით, ან არ გვინდა ოპერაციის გაკეთება. არა, უბრალოდ როდესაც გვაქვს იმის შანსი რომ გამოვიყენოთ კონსერვატიული თერაპია მედიკამენტებისა რომ ზედმეტი ჩარევები ავიცილოთ თავიდან, ყოველთვის ვცდილობთ დავიწყოთ კონსერვატიული თერაპიით. თუ კი დინამიკაში დადებითი შედეგები არ გვაქვს კონსერვატიული თერაპიით, მე უკვე სხვა გამოსავალი აღარ გვჩება და მე უკვე იძულებული ვხდებით რომ ქირურგიული მეთოდით ჩავერიოთ. და თქვენ როგორ ფიქრობთ აი გამოცდილებების გათვალისწინებით, რაც დაგიგროვდათ ქირურგიულ ჩარევას რატომ ირჩევენ პაციენტები? ფიქრობენ რომ აი ყველაფერი დასრულდება და შემდეგ ტკივილი არ იქნება? თუ აი ქირურგიული ჩარევის შემდეგ ცხოვრება როგორია? ძირითადად არის ორი კატეგორიის პაციენტები. ერთი, ვისაც ეშინია მედიკამენტები, ჰორმონალური თერაპიის და ურჩევნია ქირურგიული მეთოდით დაასრულოს ყველაფერი და მეორე, ვინც უკვე დაიღალა მედიკამენტებით მკურნალობით და უკვე აღარ აქვს იმედი რომ მედიკამენტებით გამოვა მდგომარეობით და ურჩევნია ქირურგიული ჩარევით დაასრულოს თავისი მკურნალობა. კეთილი, ორსულობა ახსენეთ. ორსულობა თავდაცვის მექანიზმია? შეიძლება ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ შევხვდებით გამეღიმა რატომ? ნახეთ, ხშირ შემთხვევაში როდესაც გათხოვდები და ყველაფერი დაალაგდება ამბობენ, ხო? ხშირად არ ვეთანხმები ხოლმე ამ მიდგომას, ანუ უმეტესად არ ვეთანხმები. ნახეთ, ჩვენ უკვე ვახსენეთ რომ ენდომეტრიოზი ეს არის მენსტრუალური ციკლთან დამოკიდებული დაავადება, ანუ რაც მენსტრუალურ ციკლთან ერთად დაავადება პროგრესირებს. ორსულობა არის ის მდგომარეობა, რომელიც მენსტრუალურ ციკლს აჩერებს. ამიტომ ორსულობა ერთ-ერთი ფიზიოლოგიური მკურნალობის მეთოდად განიხილება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ქალბატონი ვინც ენდომეტრიოზით მოდის, ჩვენთან ყველა დავაორსულოთ. პაციენტის გადაწყვეტილებას და პაციენტის გეგმებს უნდა ვცეთ პატივი და პაციენტის გეგმებიდან გამომდინარე უნდა შევარჩიოთ მკურნალობა. ანუ 9 თვე აკავებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ ისევ გაგრძელდება ყველაფერი ტკივილებით და ჩივილებით, როგორი იყო. თუ აი ამ 9 თვიან ფანჯარას რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ? ნახეთ, ეს 9 თვე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დაავადებამ პროგრესირება არ განიცადოს, ანუ უფრო მეტად არ გავრცელდეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორსულობის შემდეგ, მშობიარობის შემდეგ დაავადება აღარ შეგხვდება. არა. ორსულობა არის ის მდგომარეობა, რომელიც ხელს უშლის მის პროგრესირებას, მაგრამ საბოლოო მკურნალობა, რა თქმა უნდა, არ არის. კარგით, ყოფილა თუ არა ასეთი შემთხვევა, თუ შეიძლება საოცნებლა, რომ ენდომეტრიოზი თავისით ალაგდეს რაღაც, დაასრულოს ეს სიმპტომები. ნახეთ, თუ კი პაციენტი არის კლიმაქტერულ პერიოდთან ძალიან ახლოს და გვაქვს ენდომეტრიოზი, არ არის აუცილებელი რაიმე ან თუნდაც ქირურგიული ან აგრესიული ჰორმონალური თერაპია გამოვიყენოთ. თუ კი პაციენტს აქვს სიმპტომების მინიმალური კომპლექსი, საკმარისიან სიმპტომურად ვმართოთ პაციენტი და დავეხმაროთ კლიმაქტერულ პერიოდის მშვიდობიანად გადალახვაში. კლიმაქტერული პერიოდი როგორც კი დაავადება, ენდომეტრიოზი უკვე განვითარებას განიცდის. და რეპროდუქციულ ასაკში შეუძლებელია? არასოდეს არ ყოფილა მსგავსი? რეპროდუქციულ ასაკში გააჩნია პაციენტის ჩივილებს და გააჩნია პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრების წესს. თუ კი ცხოვრების წესი მეტნაკლებად არის ჯანსაღი, შესაძლებელია აგრესიული ჰორმონალური თერაპიის გარეშედაც პაციენტმა ხელი შეუშალოს დაავადების პროგრესირებას. და ჩვენი შეხვედრა ნელ-ნელა რო შევეჯამოთ, რა საკვანძო ფრაზებს დაგვიტოვებთ?
თქვენს გზამბულობთან ერთად ცხადია. აუცილებელი არის მინიმალური სიმპტომების გამოჩენისთანავე მოხდეს კონსულტაცია და შეფასება. თუნდაც ხშირად გვაქვს სიტუაციები, როდესაც პაციენტი გვეუბნება, რომ იცით რა, მე ვიყავი თქვა 6 თვის წინ და მითხრეს, რომ არაფერი არ გვაქვს. კი, ხშირად ყოფილა ესეთი შემთხვევები, მე ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს რამე გამორჩა. არა, უბრალოდ ენდომეტრიოზი არის ისეთი პათოლოგია, რომელიც ერთი მისვლით შეიძლება დიაგნოსტირება ვერ მოხდეს და ჭირდებოდეს 3 თვეში, 6 თვეში გადამოწმება და 6 თვის შემდეგ ან სიმპტომების დამატებით, ან ულტრაბგერითი ნიშნებით, დამატებითი ნიშნებით შესაძლოა მოხდეს მისი შემდგომი დიაგნოსტირება. ამიტომ თუ კი ქალბატონებს აქვს ხასიათის ცვლილება მენსტრუალური სისხლდენის, ან თუნდაც ტკივილის, ან თუნდაც რაიმე მსუბუქი დისკომფორტი, მცირე მენჯის მიდამოში, დროულად დიაგნოსტირება ყოველთვის არის ყველაზე კარგი გამოსავალი ენდომეტრიოზის დროს. და როგორია ცხოვრება ენდომეტრიოზთან ერთად? ცოტა რთული, იმიტომ რომ ენდომეტრიოზი საჭიროებს მუდმივ კონტროლს, მუდმივ მეთვალყურეობას, თუმცა შეუძლებელი არაფერი არის. თუ კი ვთქვათ ქალბატონი არის მონდომებული, თუ კი ქალბატონის ესმის რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, აუცილებლად დამარცხებადია. და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სხეული ორგანიზმი ქალებმა გავიცნოთ ძალიან კარგად და რამდენად შეიძლება ეს გამოვიყენოთ თავდაცვის მექანიზმად და ეს უტყუარ ბერკეტად. სწორედ ის, რომ ჩვენი სხეული ვიცნობდეთ, ჩვენს სხეულს ვიცნობდეთ კარგად, მაშინვე შევამცნებთ თუნდაც მინიმალური სიმპტომების გამოვლინებას და ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ნაადრევად მოვახდინოთ დიაგნოსტირება და მეთვალყურეობით და დინამიკაში კონტროლით სასურველ გამოსავალამდე რომ მივიდეთ. მოკეთ, ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ. წარმატებები თქვენს პაციენტებს, ქალებს განსაკუთრებით ჯანმრთელობა, იმიტომ რომ ბევრ გამოწვევასთან ერთად ცხოვრება იოლი ნამდვილად არ არის და ამ შემთხვევაში ალბათ გარშემომყოფების მზრუნველობაც მნიშვნელოვანია, ხო? ხარში თქმა უნდა. ოჯახის წევრები ან არ ვიცი, სადაც გვიწევს იქ ყოფნა და ცხოვრება. რა თქმა უნდა, ენდომეტრიოზი, რადგან ჰორმონალური დარღვევებით მიმდინარეობს, ხშირი არის ემოციური ლაბირობა, თუნდაც ის, რომ მუდმივი ხასიათის ტკივილი აქვს ქალბატონებს მცირე მენჯის მიდამოში, აუცილებლად საჭიროებს გვერდში დგომას, გაგებას და მხარდაჭერას. და იმ თემასაც ჩავეხოთ ვიდრე დაგემშვიდობებით, აი ქალის სქესობრივ ცხოვრებაზე რა გავლენას ახდენს? ნახეთ, ქალბატონის სქესობრივ ცხოვრებაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაზედაც პაციენტები ხშირად დუმან, ეს არის დისპანიური, ანუ ტკივილის სქესობრივი აქტის დროს. ეს ენდომეტრიოზის ერთ-ერთი სიმპტომია. ტკივილი აქტის დროს არ არის მხოლოდ ენდომეტრიოზის მანიშნებელი, თუმცა ენდომეტრიოზისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია, ამიტომაც ნაადრევი დიაგნოსტირება და ამაზე ხმამაღლად საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც პაციენტს ეუხერხულებათ ხოლმე ამ სიმპტომზე ყურადღების გამახვილება და თუ კი ექიმის მხრიდან არ მოხდება სწორედ ამ კითხვის, ზუსტად ამ კითხვის დასმა, ხშირად ტოვებენ ხოლმე ამ დეტალს. ჩვენთვის ექიმებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს ენდომეტრიოზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია. ამიტომაც, როდესაც ექიმთან მივდივართ, აუცილებელია გავითვალისწინოთ ის, რომ საუხერხულო არაფერი არ არის, პირიქით ვართ იმისთვის მისული, რომ პრობლემა ეს მოგვარებაში დაგვეხმაროს და რაც უფრო გულწრფელები ვიქნებით, დიაგნოზის დასმის შანსი უფრო მაღალი გვაქვს და უფრო სწორი მკურნალობის შერჩევა მოხდება ესეთ დროს. ძალიან კარგი რჩევა, ფიქრობ ღირს გათვალისწინებათ. უდიდესი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ, დროებით დაგემშვიდობებით. დღეს და კარგ კვირას გისურვებთ. ნახევრის მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ საჭიროების სამნაბი. გინეკოლოგი სალომე ჩიხლაძე გახდა ძვირფასოდალი მაყურებლობა, გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი. შევისვენოთ და ისევ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში, დარჩით ჩვენთან ერთად დროებით.